ტრადიცია არც წელს დაირღვა და თბილისი მდგრადი განვითარების ორდღიანი ფორუმის მასპინძელია. რიგით მე-15 ღონისძიების ორგანიზება დედაქალაქის მთავრობამ ითავა და 500-მდე სტუმართან ერთად მიზნად თანამედროვე მიდგომებისა და იდეების გაზიარება დაისახეს, რომლის მიზანიც თანამშრომლობის ჩამოყალიბება და ქალაქების განვითარების მდგრადი და გრძელვადიანი პერსპექტივის შექმნა. ძალიან საინტერესო დისკუსიები შედგება სხვადასხვა თემაზე. ლაიტმოტივი მთავარი თემა ამ ღონისძიებაზე არის მშვიდობა და მისი როლი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. ჩვენი მაგალითიც იქნება, რა თქმა უნდა, საინტერესო სხვა ქვეყნების წარმომადგენლებისთვის ყველა ამ თემაზე იქნება საუბარი ბუნებრივია დღევანდელ ფორუმზე. ქვეყნის მასშტაბით თქვენ იცით, რომ არის ბევრი საინტერესო მიმართულება, რომელიც უცხოელი ინვესტორებისთვის შეიძლება იყოს დაინტერესების საგანი. მაგალითისთვის შემიძლია გამოყო ენერგეტიკის სფერო, გარდა ამისა ეკონომიკის სამინისტროს აქვს ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ კეთილდღეობა შევიდეს თითოეულ ოჯახში. შესაბამისად, აღნიშნული პროგრამები, რომელიც არის წარმოდგენილი და რომელსაც უამრავი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი, ჩვეულებრივი რიგით მოქალაქეები იყენებს, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი. თბილისის საინვესტიციო პოტენციალზე მუნიციპალიტეტის მმართველებმა კონფერენციის პირველივე დღეს ბევრი მიმართულებით ისაუბრეს. კონკრეტიკა გამომსვლელების მხრიდან ნაკლები იყო, თუმცა უძრავი ქონების სექტორის მიმართ ინტერესი და საინვესტიციო მიმზიდველობა BMG-ს რესპონდენტების უმრავლესობის მხრიდან არაერთხელ აღინიშნა. კონკურენტული უპირატესობა ინვესტორებში დედაქალაქს მნიშვნელოვნად დიდი აქვს. უთანაბრობას ინფრასტრუქტურა და სარეკრეაციო სივრცეები ქმნის, რაც თბილისთან შედარებით მცირე ქალაქებში კიდევ უფრო დეფიციტურია. აქ არის ძალიან კარგი საშუალებები, რომ მაგალითად ფული დაბანდეს პირობითად სამშენებლო ბიზნესში, სადაც ძალიან დიდი ინვესტიციები იდება. ასევე ფული დაბანდეს ჯანდაცვის სექტორში, განათლების სექტორში და კრეატიულ ბიზნესში, რომელიც კოლეგებმა გვიჩვენეს, რომ სწორედ ეს მიმართულებებია, რომლებიც არის წამყვანი და ყველაზე საინტერესო გამომდინარე იმ ადამიანური კაპიტალიდან და კომპეტენციებიდან, რომელიც აქ არის თავმოყრილი და ასევე იმ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობიდან, რომელიც აქვს თბილისს. ბუნებრივია დაინტერესება არის სხვადასხვა მიმართულებით, ძირითადად წარმოდგენილნი არიან ინდუსტრიული და სავაჭრო ტიპის კომპანიები, ტრადიციული ინდუსტრიული მიმართულებები არის, როგორც არის ავეჯის გადამამუშავებელი საწარმოო, სამშენებლო პროდუქციის წარმოება. მომართვიანობა არის საკმაოდ გაზრდილი, ვინაიდან ტარიფების ომი მიმდინარეობს მსოფლიოში, რამაც გარკვეული ცვლილებები მოახდინა პირდაპირ უცხოური ნაკადების მიმართულებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და ზოგადად თავისუფალი ინდუსტრიული ზონები იყვნენ სწორედ პოზიციონირებულები. ფორუმის პირველ დღეს თემატური პანელური დისკუსიების ნაწილი გარემოს დაცვით ვალდებულებებს და ამ პროცესში ბიზნესის როლს დაეთმო. თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის მხარდამჭერი RMG იყო. დღეს RMG არის მათ შორის თბილისის ფორუმის მხარდამჭერი და გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს წარმოადგენთ კომპანიის მიერ შესრულებული გარემოს დაცვითი პროექტების შესახებ ანგარიში, გაუზიარეთ აქ დამსწრე საზოგადოებას. მნიშვნელობა ამ ტიპის ღონისძიების ის არის, რომ კომპანიებმა გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება და ერთად შევძლოთ უკეთეს გარემოში ცხოვრება. გაჩვენეთ ასე თქვა დამსწრე საზოგადოებას მისი მნიშვნელობა გარემოს დაცვის ზოგადად როგორც წარმოების მხრიდან, ასევე მომხმარებლის მხრიდან და ზოგადად პოლიტიკის თვალსაზრისით, რომ ამ სფეროს ასე თქვა უგულვერყოფა ამ გლობალური კლიმატის ცვლილებების ფონზე არ შეიძლება. ფორუმის ორგანიზატორებმა ქვეყნის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორებს შორის ღვინის ინდუსტრია ცალკე გამოყვეს და თემატურ პანელზე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 800 წლიანი ღვინის ეკონომიკაში წილზე და როლზე განახლებული ხედვები წარადგინა. განსახილველ თემებს შორის იყო ღვინის გასაღების ბაზრები და ალკოჰოლური სასმლის როლი ტურიზმის მიმართულებით. თქმა უნდა, ვენახები თვითონ ღვინოც ძირითადად მზადდება რეგიონებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ ფორუმზე არის წარდგენილი ცალკე საკითხად და ცალკე პანელი ეძღვნება სწორედ მე ვენახება მეღვინეობას. აქ ჩვენ წარვადგენთ მოკლე ისტორიას. სიამაყით კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ქართველებმა ღვინის დამზადება დაიწყეთ 8000 წლის წინ და რა თქმა უნდა შევეხებით დღევანდელობასაც ადვართ
ექსპორტი და ასე შემდეგ. 2025 წლის თბილისის მდგრადი განვითარების ფორუმი ორდღიანია. 6 ივნისის დღის წესრიგში განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, ცირკულარული ეკონომიკა და სამშენებლო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიებია. პანელურ დისკუსიებში მერიის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა მიმართულებით მსჯელობაში ბიზნესიც იქნება ჩართული.